ამ პერიოდში მოხდა ისეთი რამე, რაც აუცილებლად უნდა აღმენიშნოს. მომხდარი იყო ეს მოუხდებოდა, მაგრამ აბა ჩამოვცდი 109 კილოს. მართლა? მაგრამ რამდენი? რატო ეს მნიშვნელოვანი ნახე? ჩემი BMI ეგ რა არის? ეს არის წონის ინდექსი. ყოველთვის იყო 30-ზე ზევით. რაც ნიშნავს სიმსუქნეს. და ეხლა ჩამოვწდი 30 და მსუქანი აღარა ვარ. ვერ ახარე. ჭარბწონიანი. მაგრამ სუქნეს ზღვა. მაგრამ მსუქანი აღარა. ვაც ერთი წამი. რამდენით ჩამოწდი 109 კილოს? 29 და რაღაცა. მარა მსოფლიო კლასიფიკაციით მსუქანი არ გქვია. მსუქანი აღარა ვარ. უკვე ზემოდან უყურებ და მსუქნეს. ისე გამიხარდა რომ ავიში აღდგომებდა და ცოტა ხანი ისე სიმსუქნეში მომიწევს. ცოტა ერთი ორი სამი დღე. კი, დაუბრუნდა. როგორც ბავშვობაში სოფელში ჩასულხარ. ისე ვარ სიმსუქნეში და მე ისე წარბწონიანებში ჩამოუბრუნდები და ვიქნებ კაცურად. და რამდენი 100 კილოზე რო ჩამოხვიდე, ისე მაინც წარბწონიანი იქნები? არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ჭარბწონიანის ქვემოთ რა ქვია ისიც არ მიკითხავს. წარბწონიანი რა? იქ უნდა გავმარგდე, აღარ გამომახვილე ყურადღება. არა, მე თვითონ გავამახვილე და მივხვდი რომ მუსიკალური წარბი ვისაც აქვს, წარბჭონია. ჭონი. ანუ მსუქანი აღარა ვარ, რო იცოდეთ. ვინმე თუ გითხარით. ილოცავდათ. მსუქანი ბიჭი როა თქვენთან, თქვენ რომელი? სანდარი, აღარა. ჭარბწონიანი? აი ეს. ინგლისურად როგორ იცი რა შეგიძლია შენ თავს შეგიძლია ბევრი ეგეთი რაღაცა დააჯერო. რა დავაჯერო, კაცო, მსოფლიო კლასიფიკაცია. შედი BMI კატეგორიის და იქ უამრავი ჩამოვიწეს. კატეგორია არის ეგეთი და მაგითი აღმოჩნდება რომ ისახარ ეს არის მოვარჯიშე. მსოფლიოში აღიარებული. ჭარბწონიანი როგორ არის ინგლისურად? რაში გადახვედი რომ ვიცოდეთ ინგლისური უცხოელმა თუ კითხა. Fat guy თუ გითხრა უცხოელი. არა, ეს არის არა, თუ გითხრა. ობუსიტი არის, სადაც ვიხავი. სიმსუქნე. სათიყავი? ობუსიტი, ესე ქვია სიმსუქნეს. ვა, ობესიტი? ეხლა რაში ეხლა რაში ხარ? ეხლა ვარ რაღაცა, რაში ვარ ეხლა ნახე? თან წერწერ. ბარემ, რატო ამალე? ბარემ ნახე, იმიტომ ის არ უნახია, არის არ უნახი, იცოდა და იცოდა. გითხრა. გათიშული მაქვს ტელეფონიდან. კარგი ხელი. სანამ ჩავრთავ, overweight არის ობუსიტის მერე? ხო და overweight სიმსუქნე არ გირჩევნია. დაიცა overweight არის ეხლა რაც ვარ? ხო, არა. იყავი ეხლა ისე ობესიტი ხო, ეხლა ვარ overweight. არა ხარ, მაგრამ გახდები. მუტანტი არ არის რა Animal არის. ცხოველი. ცხოველი საქონელი. მარა ჩამოვწდი მაგას და არა, კაი ბიჭი. ეხლა ვარ overweight. კიდე რა მიხდება გარდა იმისა რომ ნახევარი საათით ჩამოწდა ჩამოწდი 10 გრამით იმ იმას რა. ეს არ არის საკმარისი. რამდენი გრამით იყავი ჩამოწდი? ნახევარი კილოთი? ნახევარი კილოგრამი თუ იყავი ჩამოვწდი. ხო, ნახევარი კილოგრამი რო იწყეჭას თორე 500 გრამი რაღაცნაირად. გავერიე ჭარბწონიანებში. რა არის? გადიოდი უკვე ისი შეუსუნთქავად ხო? არა. გადმოვიღე ძველი ტანსაცმელი. აი ასე. თქვენ რას მიაღწიეთ? მე რომ დამცინი. კარგი შეკითხვა თქვენ რას მიაღწიეთ ამ დღეს? ვერაფერს დათო, ვერაფერს. ოპა. აი, კაკაბა კუჭის ამბები. მე კუჭის ამბები. რატო გემართა მართლა? კივა კუჭი, ესე ვიცი ხოლმე პერიოდულად. და მე რა დიეტა მაქვს მოფიქრებული ჩემი, რომელიც იკოსაც გაუზიარა და შველის და მე მშველის ხოლმე. ამჯერად არ მიშველ. ალბათ ექიმთანაც უნდა მივიდე. მე ხო ყველა დღეს სასწაულზე ვიწამლები. ვიწამლები. კი არა, იწამლები უაზროდ ბევრს ჭამ. ხო, და ვიწამლები. ყვებითი მოწამლება. ოვერდოზი ქვია. ხო, იმაში შამი შეგყვება თუ რაოდენობა მოგიღებს ბოლოს. ორგანიზმი ვეღარ თავის იმაზე აქვს სამყარო მორგებული. იწამლება, გასყდა ნიშნავს იწამლება. ვიწამლები. ოვერვეითი მოწონს და ოვერდოზი. მაგას დავამატოთ რომ
ყოველ დღესასწაულზე კი იწამება და თან ამას ყოველ დღე დღესასწაულს. ამი ცხოვრება ხო ერთი დიდი ზეიმია. დღესასწაულს ზარდო იცი მნიშვნელობა. ჩემთვის კი ყოველ დღე დღესასწაულია თქვა, მაგრამ სადაც მიდიხარ, იქ ვერ გძნობ ამ დღესასწაულს და ამ დღეებში სადაც არ უნდა მიხვიდე, ყველგან გძნობ და ყველგან იმას მისდევია. გაძალებენ რომ შეჭამოიბო ცოტა ხანში გაფუჭდება და შენაირ სად ნახავენ მეორეს და ეს მწამლავდა ყოველ წელს. წელს გადავრჩით? წელიწადში ორჯერ. ეს არის აღდგომა და ახალი წელი. სულ იწამლებოდი და აი ბოლო რამდენიმე წელია თავს კონტროლი გაუწიე და აღარ ვიწამდები. ანუ ზომაზე ეჭამ. არა, ორგანიზმი მიეჩვია. გვიძლი გაწოვდა. მიხვდა ორგანიზმი ხო სიგნალის მისცემას აზრი არა. არა, მეზიმპორტეს ვაყოლებ დიდი რაოდენობით. აი ესე მეხმარება გარედან მიღებული ფერმენტები, რომ დაუწილიო ის დარტყმა, რასაც ეხლა რა ჭამდა ყველაზე მეტი ამატულებს. ბიჭო, ბევრი არაფერი არ მიჭამია. ჩაკაფული ვჭამე. ნუ რამდენიმე თეფი. ბატკარი. არა, ეს ხო. მას ეხლა ვაპირებ. მაგ რაღაცა გიგმები არ მინდოდა მე. ჯამში მექნება ერთი პასკა, არც კი ნაჭამი. ხო. არა, პატარა 500 გრამიანი პასკები და კვერცხი ერთი 10 წელი. ჯამში რა მთელი ეს დღეები, ამ დღეების და მეზიმპორტე რამდენი ფირფიტა. მეზიმპორტე არც ერთი არ დამიგები. ვა. წეგანა თქვა მეზიმპორტე. ეგ როცა იწამდა. სუქანი რო ვიყავ. ეხლა ხო overweight. ჩვეულებრივი ჭარბწონიანი მოქალაქეო. ეს გამომარჩევ. რაღაცა მაიკა დაიწერა I'm overweight. არა, ბიჭო, რა იცი? ეს შენი თუ არ თქვი, კონოტაცია სიამაყის I am overweight ვერ კითხულობ ადამიანს. ხო და იქ წინა უნდა რა I'm not fat, I'm overweight. მოდი გავამხნევოთ, მაინც რაღაცა კარგი ამბავია. და რითი გავამხნევა? არ ვიცი, მაგრამ მე გამიხარდა ის თუ. აი, დავღნიშნოთ და ჩავიდეთ აქედან იქ ქვემოთ და კაი ხინკალი. თუ აგიყვანოთ ისევ შენ იქ მონატრებული ხალხს მოენა. შენი გელოდებიან დათო. ეხა ციქავარ. ეხა იქ ვარ. თუ ნორმალურებში ჩამოხვალ, ნორმალებში მე ვერ ჩამო. $500 გაჩუქე. ესე რომ ჩამოილო დავსასწორე. მოვიდე. როგორც overweight-ებში შევირბინე. მიდი, ცნობა არა, ნორმალურებამდე ვერ ჩამოვა. რატო ვერ ჩამო? რამდენი უნდა ვიყო მითხარი ნორმალურზე? სიმაღლე რამდენი? სიმაღლე 92 მეტრი და 92 არა, ბაქიბუქი გააკაკაც. სიმაღლე 90 უნდა იყოს ზონაში. 92. არა ხარ 92. მე არა ვარ და ერთი სიმაღლის ვარ დაახლოებით. არ ვიცი რა შენ რა სანტიმეტრით იწონები და ასაკიც არის ნიშნავ, გასათვალისწინებელი. ხო და 90-ზე ვერ ჩამოხვალ? 90 კილოზე? ხო, უკვე ნორმально. სანამ ცოცხალი ვარ. არც მინდა. ხო მართალი ხარ, არ გინდა. ეს overweight-ი არის. ყუდარიც ვერ ჩამოვა ერთ 3 თვე 90 კილო. სანამ კარგად მატლები არ გამოჭამ. როგორ მიყვა? როგორი თბილი არის. რა გინდა $500 საპრიზო ფონდი დავაწესი. კიდე ვიღაცებს მოვიზიდავ სპონსორით. აუ ეხლა მაყურებლებმა თუ დაიწყეს დადება და რამდენზე უნდა ავიდეს რომ ვარჯიში და ტარანტან overweight-ებში ვარ საკაიფო მოწყობილი. კარგი ხალხი შეგხვდა ხო? კარგები არიან აქ. გადავიდეთ ბალამბებზე, თორე ბალამბი რაღაც პროდუქტებზე ვიყავი წასული და კონკრეტულად ჩაკაფულის რაღაც ამბავში ვტრიალებ და ერთი ჩაკაფულის ამბავში ვტრიალებ. კი ეს ერთი ესეთი სერიოზული დასაწყისი. მაგას დაურეკო არა იღებს ისეთი მოსული ადამიანი შემხვდა. მოსული სხვა არის ხო?